ირანთან ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ისრაელის უსაფრთხოების ხელმძღვანელი გავრცელებული ინფორმაციით არა მხოლოდ მიმდინარე ომზე, არამედ ღაზაში ომის შემდეგ პერიოდზეც ფიქრობდა. ცნობების თანახმად შინ ბეთის ხელმძღვანელი დავით ზინი გაემგზავრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოჰამედ დაჰლანთან ფარულ შეხვედრაზე, პალესტინელ გავლენიან ფიგურასთან, რომელიც ემიგრაციაშია, აბასის მეტოქეა და ღაზის ყოფილი უსაფრთხოების ხელმძღვანელია, რომლის სახელიც ხშირად ჩნდება ომის შემდგომი ღაზის გეგმებში. შინ ბეთი არ ადასტურებს შეხვედრას და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ მისი ხელმძღვანელის განრიგზე კომენტარს არ აკეთებს. დაჰლანი უბრალოდ კიდევ ერთი პალესტინელი პოლიტიკოსი არ არის. ის ოდესღაც ფათაჰის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო ღაზაში და ოსლოს შეთანხმებების შემდეგ პალესტინის პრევენციული უსაფრთხოების ძალებს ხელმძღვანელობდა იქ. წლების განმავლობაში მას აღიქვამდნენ როგორც მკაცრ უსაფრთხოების ოპერატორს, რომელიც ღრმად ეწინააღმდეგებოდა ჰამასს და მჭიდროდ იყო დაკავშირებული უსაფრთხოების სტრუქტურასთან, რომელიც ისრაელს, პალესტინის ავტონომიასა და სხვა რეგიონულ მოთამაშეებს შორის იყო შექმნილი. მაგრამ მისმა პოლიტიკურმა კარიერამ მტრებიაც გაუჩინა. როდესაც ჰამასმა 2007 წელს ღაზა დაიკავა, დაჰლანის ძალები სწრაფად დაამარცხეს და ის ღაზის სექტორიდან გაიქცა. 4 წლის შემდეგ იგი ფათაჰიდან გააძევეს ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, ამჟამინდელ პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან, რომელმაც დაჰლანი პოლიტიკურ საფრთხედ მიიჩნია. მას შემდეგ დაჰლანი ემირატებში ცხოვრობს დევნილობაში, სადაც მან ახლო ურთიერთობები დაამყარა ემირატების ლიდერებთან და კულისებში აქტიურობს. თუმცა უშუალოდ არც დასავლეთ სანაპიროზეა და არც ღაზაში. მაგრამ რატომ ჩნდება მისი სახელი ისევ და ისევ? მას შემდეგ რაც ღაზაში ომი დაიწყო, დაჰლანი არაერთ ანგარიშში მოიხსენიეს, როგორც პოტენციური ფიგურა ჰამასის შემდგომი მოწყობისას. არა აუცილებლად როგორც ღაზის ოფიციალური ლიდერი, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც შესაძლოა დაეხმაროს არაბული ქვეყნების მხარდამჭერილ გარდამავალ ადმინისტრაციას. მისი მხარდამჭერები მას განიხილავენ როგორც იშვიათ პალესტინელ ფიგურას, რომელსაც აქვს უსაფრთხოების გამოცდილება, ანტი-ჰამასის რეპუტაცია და მჭიდრო კავშირები ყურის ქვეყნებში. თუმცა კრიტიკოსები მას მიიჩნევენ დამყოფ, სადავო და პალესტინის პოლიტიკური ისტებლიშმენტის დიდი ნაწილისთვის მიუღებელ ფიგურად. ამიტომ გავრცელებული ცნობების მიხედვით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართული შეხვედრა შესაძლოა არ პასუხობდეს ღაზას მომავლის საკითხს, მაგრამ მიუთითებს იმაზე, რომ კულისებში ისრაელი და რეგიონული მოთამაშეები კვლავ ეძებენ ამ კითხვაზე პასუხს. აგი დაბრუნდეთ სტუდიაში აქ არიან ჩვენი უფროსი ახლო აღმოსავლეთის კორესპონდენტი არიელ ოსირიანი და ასევე იაკობ ლაპინი, უსაფრთხოების ანალიტიკოსი და როს ჰენდლერის რეპორტის წამყვანი. დავიწყოთ თქვენით, იაკობ. იცნობთ მუჰამედ დაჰლანს და ფიქრობთ, რომ თუ ეს მართლაც მოხდება და მას მომავალში ღაზის ლიდერად დანიშნავენ, რეალურად გადაჭრის ამ პრობლემას ისრაელისთვის, რომელსაც ჰამასი ქვია. ეს მხოლოდ ნაწილობრივ გადაჭრის პრობლემას, თუ ეს ასე წოდებული დანიშნა, იქნება უფრო ღრმა გამიჯვნის ნაწილი პალესტინურ სამოქალაქო საზოგადოებასა და ჰამას შორის. ჩვენ ვერ დაუშვეთ, რომ ის იყოს პასუხისმგებელი, ესე ვთქვათ, პოლიტიკურ ერთეულზე ღაზაში, მაშინ როცა ჰამასი რჩება დომინანტურ შეიარაღებულ ტერორისტულ ძალად, ფაქტობრივ რეჟიმად. და სანამ პალესტინური სამოქალაქო საზოგადოების ყველა ასპექტი ღაზაში ფაქტობრივად ჰამასია, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ეს არაფერს შეცვლის და ისინი არ მისცემენ მუჰამედ დაჰლანს უფლებას გააკეთოს რამე, რაც ჰამასის ნებას გადაუხვევს. მაგრამ თუ იქნება რეალური გამიჯვნა და პირველ რიგში გულისხმობ ფიზიკურ გამიჯვნას და ეს შეიძლება ნიშნავდეს ღაზელების ჰამასის ტერორის მმართველობიდან გამოყვანის დაწყებას, როგორც პირველი ეტაპი და შესაძლოა ღაზას სექტორის ისრაელის მიერ კონტროლირებად ნაწილში იმ ახალ რაფაში, რომელსაც ისინი აშენებენ, შესაძლოა როგორც პირველი ნაბიჯი. და შემდეგ მუჰამად დაჰლანის მსგავსი ფიგურის მოყვანა, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა, რომ ფაქტობრივად მართოს გონივრული პალესტინური ავტონომია. მაშინ ვფიქრობ, უკვე არის რაზეც საუბარი. მაშინ ვფიქრობ, ეს საინტერესო წინადადება. მაგრამ ეს უნდა იყოს უფრო ღრმა გამიჯვნის ნაწილი. სხვა შემთხვევაში ამას არსად არ მივყავართ. და არიელ არ ფიქრობ, რომ ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გაჟონვა რეალურად დააზიანებს მუჰამად დაჰლანს და მის შანსებს ზოგადად. საბოლოოდ დაჰლანს მიუხედავად იმისა, გაჟონავდა თუ არა ეს ამბავი, არ აწყობს, რომ მას აღიქვამდნენ როგორც ღაზის მხსნელს, ან თუნდაც ღაზის მომავალ ადმინისტრატორს, რომელიც ისრაელის ტანკებზე შემოდის. ეხლა ცხადია, ფიზიკურად ეს არ მოხდება, მაგრამ ის სურათი, სადაც ისრაელი ანადგურებს ღაზის სექტორს და შემდეგ მას დაჰლანს გადასცემს, პოლიტიკურად ასეთ იმიჯს ვერ გადაურჩება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ უნდა კონდეს როლი ღაზაში. ომის შემდეგ დაუყოვნებლივ არა, არამედ ომის შემდგომ უფრო გვიან ეტაპზე ვსაუბრობთ დაჰლანზე. ვარიანტი, რადგან ის უკვე დიდი ხანია მოითხოვს იმას, რაც ახლა ადგილზე ყალიბდება, ანუ ტექნოკრატიული მთავრობის შექმნას. მან უკვე 2023 წელს 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ თქვა, რომ საჭიროა გარდამავალი ტექნოკრატიული მთავრობა
2 წლის ვადით და შემდეგ პალესტინის სახელმწიფოს ფარგლებში ჩატარდეს არჩევნები. ეს არის ეტაპი, როდესაც მას შეიძლება შეუერთდეს და სავარაუდოდ ის აირჩევს პალესტინის შიდა პოლიტიკაში უშუალოდ ადგილზე დაბრუნებას. თუნდაც ის უარყოფდეს ამასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცნობებს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მათ შორის აქ IOT News English-ზე გავრცელებულ ინფორმაციას. მაგრამ საბოლოოდ ის სურს შეუერთდეს ან აქტიური როლი ითამაშოს ღაზას სექტორში. ეს ჯერ არ ხდება. ამისთვის პირობები ჯერ არ არსებობს. ამიტომ ეხლა ის მოქმედებს როგორც მრჩეველი, ასევე ტექნოკრატიული მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით. ასევე როგორც ჩანს ის ურთიერთობს ისრაელის ოფიციალურ პირებთანაც. დიახ, მაგარია. და უბრალოდ სწრაფად თუ შემიძლია დავამატო, იცით, რაც შეეხება დახვანის შიშს, რაც მესმის ისრაელის ტანკებზე შესვლის იმიჯთან დაკავშირებით, მოდით უბრალოდ გავიხსენოთ, რომ პალესტინის ავტონომია, რაც არ უნდა თქვას, ფაქტობრივად მისი ფიზიკური არსებობა ეფუძნება ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციებს, ყოველდღიურად ჰამასის წინააღმდეგ. ამ ანტიჰამასის რეიდების გარეშე ამ ეტაპზე იუდეასა და სამარიაში დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის ავტონომია აღარ იარსებებდა. ამიტომ ფიქრობ, პალესტინური პოლიტიკური არენა ხშირად მიუთითებს ოპონენტებზე და ამბობს: თქვენ ისრაელზე ხართ დამოკიდებული, თქვენ ისრაელზე ხართ დამოკიდებული. საბოლოო ჯამში პალესტინის ავტონომია მთლიანად ფიზიკურად დამოკიდებულია ისრაელზე. მაშინ როცა დიპლომატიურ ომს აწარმოებს მის წინააღმდეგ. სხვათა შორის ეს ურთიერთობა ორმხრივია. ისევე როგორც პალესტინის ავტონომია გადარჩენას ისრაელთან უსაფრთხოების კოორდინაციის მეშვეობით ახერხებს, ისრაელის სამოქალაქო პირებიც ყოველდღიურად დაცულნი არიან პალესტინის ავტონომიის პოლიციის ოფიცრების მიერ ამავე უსაფრთხოების კოორდინაციის ფარგლებში. მაგრამ ეს თანაბარი ან სიმეტრიული არ არის. არა. მაგრამ მას იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის, რათა გააკრიტიკონ რეალური მდგომარეობის გაცნობიერების გარეშე, რომელიც ხშირად სრულიად საპირისპიროა. ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ უსაფრთხოების კოორდინაცია პალესტინის ადმინისტრაციისთვისაც პოლიტიკურ ფასად იქცევა, როგორც ჩვენ მეორე მხრივ ხედავთ. დიდი მადლობა თქვენ ორივეს, არიელ ოსენს, ჩვენს უფროს ახლო აღმოსავლეთის კორესპონდენტს, ასევე იაკობ ლაპინს, უსაფრთხოების ანალიტიკოს და როს ჰენდლერის რეპორტის წამყვანს. მადლობა.